თავდაცვით მზადყოფნასთან დაკავშირებით მიღებული ეს გადაწყვეტილება სხვა არაფერია თუ არა პირველი მთავარი ნაბიჯი ევროპის ახალი თავდაცვითი საზოგადოების ფორმირებაში. თავდაცვითი საზოგადოება კი მოიცავს იმ ქვეყნებს, რომლებიც არ არიან ევროკავშირში, თუმცა დაინტერესებულები არიან ევროპის ერთობლივი თავდაცვის მშენებლობაში ჩვენთან ერთად. ასეთი ქვეყნები არიან დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია. თუ ევროპას ომის თავიდან არიდება სურს, ის უნდა მოიმზადოს ომისთვის. არჩევანი არ არსებობს. ევროპა მზადაა იმოქმედოს და კონტროლი აიღოს გარდაუვალ ცვლილებებზე. თავისუფლებას ვერ მივცემთ ისტორიის მიღმა დავრჩეთ. ეს კი ნიშნავს, რომ ახლა ქმედება სავალდებულოა. სწრაფად, მასშტაბურად და ძლიერად. ეს გადაწყვეტილებები არის ისტორიულიც და საჭიროც. 2030 წლისთვის ევროპას უნდა ჰქონდეს ძლიერი თავდაცვითი პოზიცია. ვფიქრობ, დისკუსიები ევროპაში სწორი მიმართულებით მიდის. ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტა, რომელიც სოლიდურ და ხანგრძლივ მშვიდობას მოიტანს უკრაინისთვისაც და ევროპის უსაფრთხოებისთვისაც. ცვლილებები გერმანიის მიდგომებში არის ისტორიული, არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის. ეს არის კარგი სიახლე, რომელიც მეტი თავდაცვითი ინვესტიციის განხორციელების საშუალებას იძლევა. ჩვენ ეს გვჭირდება.